შეკრების და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლება არის გამორჩეული უფლება როგორც დემოკრატიული წყობილების შემადგენელი ნაწილი და მისი ასეთი არაკონსტიტუციური, არაპროპორციული შეზღუდვა, რაც ვიხილეთ, თუნდაც აი არაპროპორციული ჯარიმებით თავდაპირველად, ხო, ის 5000 ლარიანი ჯარიმები იქნებოდა, შემდეგ უკვე ადმინისტრაციული პატიმრობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, ეს არის ის ნაბიჯი გადადგმული გაუარესება და ის გზა, რომელიც გაიარა რუსეთმა 2012 წლის შემდეგ განსაკუთრებით, ამავე გზას გადის ახლა საქართველოს ქართული ოცნების რეჟიმის ხელში. რისი დამადასტურებელია იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის მწვავე პოლიტიკური კრიზისი და რაც არ უნდა ზოგიერთმა სპიკერმა ქართული ოცნების ეს არ შეიმჩნიონ, მათ ძალიან კარგად უწყიან, მათ ძალიან კარგად ესმით და აწუხებთ უწყვეტობა რუსთაველის პროტესტის, სიმბოლურობა, რაც მასში დევს, თუნდაც ერთი ადამიანის, ორი ადამიანის მცირე პროტესტიც მათ უქმნის პროტესტს, იმიტომ რომ პრობლემას, იმიტომ რომ იციან, რომ ქვეყანაში არის კრიზისი, რომ ქართული საზოგადოება ამას არ ეგუება, რომ ჩვენ მივდივართ განუხრელად კონსოლიდირებული ავტოკრატიისაკენ და ცდილობენ, რომ მოგვიდონ ახლა ის ნიშა, რომელიც დარჩენილი არის თავისუფლებისა ამ ქვეყანაში. ამ კრიზისის გადაჭრის გზა არის ამ უწყვეტი წინააღმდეგობის მთავარი მოთხოვნა, რაც იყო 1 წლის განმავლობაში, ხო? ახალი სამართლიანი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ეს აისახა არაერთ რეზოლუციაში, ევროკავშირის, ევროსაბჭოს დონეზე, მინისტერიალის დონეზე და სხვა და ეს იყო ის პირობები, რომლის შესრულებასაც თხოვენ და როგორც ხედავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, როგორც კრიზისის გადაჭრის გზას. შესაბამისად, ისინი ცდილობენ ახლა, რომ როგორც თავისუფალი მედია, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, განათლების სექტორი, ხო, ახლა ახალი განათლების რეფორმის მეშვეობით, რომ ქვეყანაში დაიმორჩილონ და მოათვინიერონ, ასე ცდილობენ ისინი ახლა, რომ შეკრების და მანიფესტაციის წესები სრულიად აუტანელი გახადონ, მაგრამ ამით ისინი პროტესტს ვერ ჩაახშობენ.